თუ გინდა ძალიან მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოახდინო განსაკუთრებული შთაბეჭდილება ადამიანზე, მაშინ ეს დესერტი არ უნდა გამოტოვო. დესერტი შედგება მერინგის ფენებისა და კრემყველის კრემისგან, რომელშიც გულსართად მე გამოვიყენე დიდი რაოდენობით კენკრა. მერინგა რომ ძალიან კარგი გამოგივიდეთ, ამისთვის კვერცხის ცილა უნდა იყოს ძალიან ცივი, დაამატეთ მწიკვი რაოდენობით მარილი და გადქვეფეთ კარგად. გადქვეფილს კი ნელ-ნელა შეურიეთ შაქრის ფხვნილი. ჩვენი მიზანი არის მასა, რომელიც ჯამის გადმოტრიალების შემთხვევაშიც კი არ იძვრის ადგილიდან. მიღებულ მასას მე დავამატე სიმინდის სახამებელი და მცირე რაოდენობით თეთრი ძმარი. სიმარტივესთან ერთად ამ დესერტის ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ შეგიძლიათ გამოაცხოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით. თავარია რომ მიღებული მასა ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე და ცხობის პროცესში არ გამოვაღოთ ღუმელი. მე გადავწყვიტე რომ ჩემს დესერტს ქონოდა მოლუსკის ფორმა, რომელშიც გამოვიყენე ნაღების და კრემყველის კრემი და მარგალიტების რა გითხრათ, მაგრამ გამოვიყენე უამრავი რაოდენობის შერეული კენკრა. მერინგის სიტკბო, კენკრის სიმჟავე და კრემყველის ნოტები ისეთ საოცარ გემოს აძლევს ამ დესერტს, დამიჯერეთ რომ აუცილებლად უნდა სცადოთ. გემოსთან ერთად ვფიქრობ ვიზუალსაც არ აუშავს. თქვენ რა სიტყვით?